მაშ ასე როგორც დაგპირდით სტუდიაში შემოგვერდნენ ნინო ზურაბიშვილი, საკრებულოს წევრი და გორის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ბატონი ზურაბ როსებაშვილი, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. მოწვევისთვის. მოკლედ დღეს ძალიან საინტერესო დღე იყო ყველასთვის მოულოდნელად. ბატონი ზურაბი გახდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და პირველი კითხვა თქვენთან მექნება ბატონ ზურაბ, როგორ მოხდა ის, რაც მოხდა დღეს, თქვენი ადამიანების უმრავლესობამ, რომლებმაც მხარი რამდენიმე ერთი თვის წინ დაახლოებით გადაგაყენათ, ასე ვთქვათ, სხვა კომისიების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, იგივე ადამიანებმა დაგიჭირეს მხარი, უმრავლესობამ, უბრალოდ. რა მოხდა? მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს. ეხლა მე დავიწყებ 5 იანვრის თებერვლის 5 თებერვლის უკაცრავად ამ საკრებულოს ხდომით, სადაც ჩვენი მდობლობის საკითხი დადგა. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მდობის საკითხი დადგა, ჯერ პირველ რიგში დავსვავდი კითხვას, ის მდობლობის საკითხი რატო დადგა. მე ამ ერთი თვის განმავლობაში, პასუხი ვერ მოვისმინე. ძალიან მე აღარ მინდა ხა დაუბრუნდე ეწყინებოდა ხო ბატონმა ილიამ თქვა ცოტა ხნის წინ რა არის იცით ბატონი ზურაბი რა გადაგვეყენებინაო ესეთი საუბარი ცოტა მე მაგალითად არ მიმაჩნია სწორედ არ შეიძლება ხა წენა ეს არის ეს უნდა იყოს სახელმწიფოებრივი აზროვნება და ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე დავანებოთ მოდი თავი გავიდე ერთი თვე მოსახლეობამ შეაფასოს ამ ყველაფერს, რომ მოსახლეობამ ისევ შეფასებას. იცით რა არის, გიორგი, არ არის მე მაგალითად ჩემი მიზანი არ არის ესა რაღაც თანამდებობა, სავიჯდები. მთავარია იყოს ჩვენი ნება, ის ნება, რომელიც ჩვენ გამოგვიცხადა ნდობა მოსახლეობამ, რათა საკრებულოში ჩვენი ფუნქციით დავკავდეთ. დღეს გარდაუვალი იყო, დღეს უნდა შეკრებილიყო, იმიტომ რომ ერთი თვის განმავლობაში ფაქტიურად პარალიზებული იყო მუნიციპალიტეტი. 3 მილიონზე მეტი პროექტი, ეს რეგიონალური პროექტები გაჩერებულია, ის თანადაფინანსების საკითხი იქ ფინანსური ასახვა საჭირო და კიდევ ბევრი პროექტია გაჩერებული. იყო გაჩერებული უბრალოდ. აქედან გამომდინარე მოხდა წავიდა რაღაც მოლაპარაკებები და მოხდა ის რაც მოხდა დღეს. გასაგებია. მე ნამდვილად მინდა გითხრა ამასთან დაკავშირებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ეს იყო სუფთა ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე და მე ვთვლი, რომ ყველა თითოეულმა ჩვენთაგანმა, ის რაც მოხდა ერთი თვის წინ, მას მოდით მოსახლეობას ვიცით შეაფასოს მოსახლეობამ, დღეს ჩვენ აუცილებლად უნდა გავკეთებინა ის რაც გავაკეთეთ. გასაგებია, თქვენ ამბობთ, რომ თლად კმაყოფილი არ ხართ ის რაც დღეს მოხდა. რა არის ისი თლად კმაყოფილი არა ანუ უბრალოდ სხვა გზა არის, ხო? ისი როცა ხდება გადაყენება, იმის მიზეზი უნდა არსებობდეს. დღეს უკვე ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოგვიხდა. მე ესე ვთვლი, ჩემი აზრია, მაგრამ ეს უნდა მოხდარიყო. ეხლა კიდევ ბევრი რამე შეიძლება ამ თემაზე ვისაუბროთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს თავიდანვე არ უნდა დაწყებულიყო, იმიტომ რომ საკრებულო ის ორგანოა, სადაც რაიმე მოქმედების შესულ ქალაქის დღეს რომ არის საუბარი იმაზე, რომ ქალაქში არაფერი არ კეთდება, საკრებულო ის ორგანო არ არის, რომელიც უნდა აკეთებდეს. საკრებულო ამა თუ იმ კანონის დამტკიცების, ფინანსების დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა და ის რომ რამე ქალაქში გააკეთო, ეს უკვე აღმასრულებელი ორგანოს პრეროგატივაა და ძალიან ძნელია რომ ჩვენ სადვიქნებით რომელ თანამდებობაზე აქ რამე ცვლილებები მოხდეს თუ აღმასრულებელში არ მოხდა რამე გარკვეული ცვლილებები. აი ამის ხა მოსახლეობა მგონი გაიგებს, რომ საკრებულო და
წარმომადგენლობითი ორგანო და აღმასრულებელი ორგანო განსხვავდება ერთმანეთისაგან. ძირითადად ფუნქციას ასრულებს აღმასრულებელი ორგანო, მერია. გასაგებია. ქალბატონინო, თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ქალბატონმა თამარ თედრიაშვილმა დღეს ღიად განაცხადა, რომ ეს არის სახელმწიფო გუნდის და ქართული პარტიის გარიგება. და იმიტომ დადგა ის შედეგი, რომელიც დღეს დადგა. თქვენ რას იტყვით? ქალბატონი თამარი გამოირჩევა ხოლმე არაორდინალური განცხადებებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რასაც ქალბატონი თამარი ამბობს, მაინც და მაინც ჭეშმარიტება. ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონო გიორგი ხარწაღან, რასაც ბატონი ზურად საუბრობდა. ჩვენ ეს პროცესები დღეს არ დაწყებულა, ეს ვიცით, როდესაც დაიწყო, როდესაც 5 თებერვლის საკრებულოს ხდომაზე დადგა იმპიჩმენტების საკითხი. ზოგადად კოალიცია ქართული ოცნება და მე მხოლოდ კოალიციის სახელით ვისაუბრებ ახლა, კოალიცია ქართული ოცნება ვიცით და ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ვიყავით უმრავლესობაში, ასე რომ რო გითხრათ რაღაც მოულოდნელი ხდებოდა ჩვენთვის, ნამდვილად არა, იმიტომ რომ როდესაც იცი ზუსტად რომ ხარ უმცირესობაში და იქეთ არის 9 ხმა და კოალიციის 6 ხმა, ასეთ შემთხვევაში ასეთი მოვლენების განვითარებისთვის გარკვეულწილად ჩვენც მზად ვიყავით. რა მინდა გითხრათ, რაც შეეხება აი ამ თემას, რაზეც ქალბატონმა თამარმა გააკეთა აქცენტი დღეს. ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია იმისა, რაც მოხდა. მე ანალოგიურად შემიძლია ვთქვა და უკვე დანამდვილებით ცნობილია და ეს ფაქტად მოხდა, როდესაც მაგალითად 5 თებერვლის თემაზე, 5 თებერვლის საკრებულოს ხდომამდე, იგივე სახის გარიგებაში შემიძლია დავდო მაშინ ბრალი ქალბატონ თამარს, რომ გაერთიანდნენ იმისთვის, რომ ეს პროცესები დაწყებულიყო და საკრებულო შესულიყო ფაქტიურად იმ ჩიხში, რაც ჩიხში ჩვენ ვიყავით. მე მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ის რაც დღეს მოხდა, ეს იყო შექმნილი რთული ვითარებიდან არსებული ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, რომელიც მოიძებნა. ეს ვითარება, როგორც უკვე აღნიშნე, რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო ამ მდგომარეობამდე მივედით. ქალაქის ინტერესებიდან, როგორც ბატონმა ზურამ თქვა, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, საკრებულო ვეღარ დარჩებოდა ამ მდგომარეობაში. მე ვფიქრობ, რომ კოალიცია ქართული ოცნება აცნობიერებს ამას კარგად, პასუხისმგებლობას რაც გვაქვს ჩვენი მოსახლეობის ამორჩევლების წინაშე, ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე. ის პროექტები, რომლებიც დაიწყო, მიმდინარეობს, ან რომელიც მომავალში უნდა განხორციელდეს, რომელიც დაგეგმილია, არ შეიძლება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროექტები გაჩერდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცა კონსენსუსამდე ვერ მიდის საკრებულოში და საკრებულო არ ფუნქციონირებს. ამას ჩვენ არ დაუშვებდით არც ერთ შემთხვევაში. ამიტომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო რაღაცა კონსულტაციები, მათ შორის ყველასთან აბსოლუტურად საკრებულოს წევრებთან. ჩვენ გვქონდა ხოლმე საუბრები მე და ბატონ ზურასაც და უშუალოდ სხვა საკრებულოს სხვა წევრებსაც, მათ შორის კოალიციაშიც, კოალიციის გარეთ და რეალურად დავინახეთ ის, რომ ეს არის ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი, სხვა გზა ფაქტიურად არ იყო. და მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს იმისა, პირდაპირ ვაცხადებ, რომ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ყავს საკუთარი ამორჩეველი და რომელსაც უნდა რომ გაიზიაროს პასუხისმგებლობა, მათ შორის ჩვენთან ერთად რაღაცა მიმდინარე პროცესებზე, კი ბატონო მივცეთ საშუალება, რომ გაიზიაროს ეს პასუხისმგებლობა. 15 თებერვლის საკრებულოს ხდომაზე თქვენ იცით, როდესაც საკრებულოს ხდომა ჩაიშალა იმის გამო, რომ ქვორუმი არ შედგა, ანუ 5 თებერვლის იმპიჩმენტების შემდეგ იყო 15 თებერვლის საკრებულოს ხდომა, ჩვენ მივეცით საშუალება ოპოზიციას, იმ ოპოზიციურ რვიანს, რომ თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა, აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარე, მაგრამ ისინი როგორც ჩანს ვერ შეთანხმდნენ რაღაცეებზე. ასეთი ნამდვილად ახლა ცალსახად ვიცოდით ჩვენ კოალიციის სახელით ვსაუბრობ ახლა, რომ ჩვენი კანდიდატის დაყენებას აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ ხარდაჭერას ვერ მიიღებდა ჩვენი კანდიდატი, ხმების რაოდენობა არ გვეყოფოდა, ამიტომ და ზუსტად იმის გამო, რომ საკმარისი ხმების რაოდენობა ჩვენ არ ქონდა და აი ამ პროცესის პარალიზების საშუალებას ვერავის ვერ მივცემდით და პირველ რიგში ჩვენ ვერ ვიზამდით მაგას, რომ ყველაფერი აი ასეთ გაურკვევლობაში დარჩენილიყო და შეფერხებულიყო ძალიან ბევრი რაღაცა, რაც ქალაქში უნდა დაიწყოს და სამწუხაროდ ჯერ ბიუჯეტის ოპოზიციის მხრიდან ჩაგდების გამო და შემდეგ უკვე აი ამ საკრებულოში განვითარებული მოვლენების გამო ეს პროცესები გარკვეულწილად შეფერხდა, ჩვენ ამის უფლებას თავს ნამდვილად ვერ მივცემდით და თუნდაც აი ამ გადაწყვეტილების ხარჯზე და აი ამ კონსენსუსის ხარჯზე, იმის ხარჯზე, რომ ესეთი გამოსავალი მოვძებნეთ შემდეგ, ჩვენ წავედით გარკვეულ დათმობაზე და მივიღეთ ესეთი შედეგი, როგორიც მივიღეთ. მაყოფილი ხართ ამ შედეგით, რაც მიიღეთ? ბატონო გიორგი, ეს ახლა რიტორიკული შეკითხვაა, იმიტომ რომ მე როგორც მართველი გუნდის წარმომადგენელი არაფრით არ შეიძლება რომ ამ შედეგით კმაყოფილი ვიყო. თუმცა ბატონმა ილია მეტრევებმა განაცხადა, რომ
თქვენთან და ზოგადად სახელმწიფო გუნდთან მთლიანად ქვეყნის მასშტაბით გადასარევი ურთიერთობა აქვს ქართულ პარტიას და მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ქართული ოცნების გამარჯვებაში 2012 წელს. მე ვერ გეტყვით საქართველოს მასშტაბით, მე შემიძლია ვთქვა, რომ საკრებულოს წევრებს აბსოლუტურ უმრავლესობას, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, გვაქვს ნორმალური ურთიერთობა ერთმანეთთან. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხებზე ყოველთვის ვახერხებდით ხოლმე შეთანხმებას, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყო საკითხები, რაზეც ვერ თანხმდებოდით და ამაში ნამდვილად ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ საკრებულო არის მოსახლეობის აზრის ასახვა. ანუ ჩვენი მოსახლეობის აზრი პირდაპირ პროპორციულად წარმოდგენილია საკრებულოში, ამიტომ გვინდა არ გვინდა, მოგწონს ჩვენ რაღაც თუ არ მოგწონს, აქ პიროვნულ თემებზე არ არის საუბარი, საუბარია პოლიტიკურ ძალებზე. ჩვენ ვალდებულები ვართ ვითანამშრომლოთ. ზუსტად ეს პასუხისმგებლობა გავაცნობიერეთ ჩვენ და ზუსტად მაგიტომ ვიყავით მზად დიალოგისთვის. ზოგადად მე ვერ გეტყვით, რომ კონკრეტული და ეს ნამდვილად არ მომხდარა, რომ კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე ხდებოდა აქცენტირება და რაღაცამ ასეთი მოლაპარაკება. ჩვენთვის უბრალოდ ცხადი იყო, რომ საკრებულოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების კონკრეტულად თავმჯდომარის და მოადგილის კანდიდატურას ჩვენ ვერ გავიყვანდით, იმიტომ რომ ხმების რაოდენობა არ ყოფნიდა, ამიტომ ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში ჩვენ დააყენეს კანდიდატი, რომელიც არ იყო ჩვენთვის მიუღებელი და ამის გამო არაფერი საწინააღმდეგო მან არ გვქონია ჩვენ. ანუ შექმნილი ვითარება შექმნილმა ვითარებამ რისი საშუალებაც მოგვცა, რომ მიგვეცა საშუალება საკრებულოსთვის, რომ ნორმალურად იფუნქციონიროს, შეასრულოს ის ფუნქცია და ის ამოცანები, რისთვისაც საკრებულო არსებობს ზოგადად და ხალხმა ირჩია და ხელი შეუწყოს მერიის ფუნქციონირებას და დაგეგმილი პროექტების განხორციელებას, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ესეთი შედეგი დღეს, რაც მივიღეთ. გასაგებია. ბატონო ზურაბ, თქვენ მინდა გკითხოთ 5 თებერვლის ხდომაზე მაშინ იგივე ქალბატონი ნინოს უბრალოდ ქალბატონი თვითონ თავის საკუთარი სურვილით გადადგა მაშინ, თუმცა იგეგმებოდა მისი იმპიჩმენტიც. მაშინ, როდესაც ეს საიმპიჩმენტო პროცედურები, ასე ვთქვათ, ძალაში შევიდა და განხორციელდა, გადამწყვეტი ხმა ეკუთვნოდა ბატონ იოსებ ფარნელაშვილს, რომელიც დღეს სამწუხაროდ არ მიბრძანდა გადაცემაში მოწვევის მიუხედავად. მას მერე იყო საუბარი და ღიად ამბობდნენ თავისუფალი დემოკრატები, რომ ხარს უჭერდნენ იოსებ ფარნელაშვილს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, მის არჩევას გეგმავდნენ. დღეს როგორი სურათი გვაქვს, თამაშგარეთ დატოვეს იოსებ ფარნელაშვილი? ისე კითხვა, მე რატომ მე არ მეკითხვის? თქვენი აზრი მაინტერესებს. მაგრამ ჩემი აზრია რა გითხრათ, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ 15 თებერვალი და ერთი თვის განმავლობაში შეეძლოთ როგორც იმპიჩმენტის მოწყობა, ისე არჩევეს ნებისმიერი თანამდებობის პირის. მაგრამ რატომ შიგნით რა მოხდა და რა მიზანს ემსახურებოდა ეს გადაყენების პროცესი თავის დროზე, არ ვიცი ხლა, ეს მოსახლეობა და მე მაქვს ჩემი თქვენი აზრი მაინტერესებს. გარკვეული შეხედულებები, მაგრამ ნუ ეხლა არ არის საჭირო ეხლა ამ ყველაფერზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ რაც იყო, ხო? შეიძლება თითოეული ჩვენთაგანის რაღაცა გარკვეული წვლილიც არის, მაგ მე არ ვიცი რა მიზეზით დაიწყო თავიდან ასე, მაგრამ რა ვიცი, რა გითხრათ რა, ცოტა მიჭის მაგაზე პასუხისგაცემა, იმიტომ რომ შიგნით რა მოლაპარაკებები იყო, რა გარიგებები იყო, რა ვიცი, რა შეთანხმება იყო, ვერ გეტყვით. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება პასუხისგაცემა, ვინ თამაშგარ მდგომარეობაში დარჩა, რის გამო დარჩა. ეს რა ვიცი, მათ კითხეთ და. ილია მეტრეველმა განაცხადა, რომ სოსო ფარნელაშვილი არ დაჭერდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სკამს, რომ დაესახელებინა თქვენ დაუჭერდით თუ არა მხარს. გიორგი, ერთი რამე მინდა თქვა ამასთან დაკავშირებით. ეს ისეთი თემაა, აი მოსახლეობისთვის ნამდვილად ძნელად გასაგებია, ვინ რომელ თავმდებობაზე იქნება. ეს არ უნდა იყოს სკამებისთვის ბრძოლა. ეს უნდა იყოს თუ მართლა რამე ვერ არის კარგად. საკრებულოა თუ სადმე ესეთ ორგანოში არსებობს ყველანაირ სამართლებრივი ფორმები. არა ისეთი ფორმა, რომელიც აქ ჩვენ სამწუხაროდ ჩვენ მუნიციპალიტეტში მოხდა. ეს არ იყო სკამებისთვის ბრძოლა, ბატონო ზურაბ, რაც იყო. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე მაინტერესებს თქვენი მე ვფიქრობ, რომ სკამებისთვის იყო ბრძოლა. იმიტომ რომ როცა აკეთებ იმპიჩმენტს და შემდეგ ვერ თანხმდები თანამდებობებზე,
რა ვიცი, მე ეგრე ვფიქრობ, რომ სკამებისთვის ბრძოლა იყო. არ ვიცი, შეიძლება სხვა შეხედულება აქვს, მაგრამ ვერ მივიღე პასუხი, რისთვის მოხდა თითოეული კარგით, ახლა ხო შეიძლება ერთი არ მოგწონდეს, ორი არ მოგწონდეს, მაგრამ ექვსივე უცებ ერთად გაიღვიძოთ არ მოგწონდეს, ну ეს ცოტა ისეთი მომენტია. მე ვთვლი, რომ პირველ რიგში ადამიანი როცა მოდის, საკრებულოა პარლამენტია თუ პირველ რიგში უნდა აზროვნებდეს სახელმწიფოებრიოდ. ინტერესი პირველ რიგში უნდა იყოს არა კერძო ინტერესი, არა სახელმწიფოს ინტერესი, ქალაქის ინტერესი. თქვენ რატომ დაგასახელეთ ილია მეტოველმა თქვენს როგორი ურთიერთობა გქონდათ მასთან აქამდე? ურთიერთობა ხვალაც და გუშინაც მე ყველასთან ნორმალური ურთიერთობა ვცდილობ, რომ ნორმალური ურთიერთობა მქონდეს. საერთოდ რა არის, შეიძლება ბევრი რამე არ მოგწონდეს, ბევრი ვინმე არ მოგწონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, როცა ხარ ერთად და ერთ საქმეს ემსახურები, შენ მოსახლეობას ვერ გააგებინებ, რომ ეს პიროვნება არ მომწონს იმიტომ და ეს არ მომწონს და ეს მომწონს და აქედან გამომდინარე ვაფერხებთ საკრებულოს ფუნქციონირებას. არ შეიძლება ეგეთი მიდგომა. ამიტომ მე ვთვლი კონსტრუქციულ ურთიერთობა ყველა ნებისმიერ დეპუტატთან იქნება და გაგრძელდება. მე არ მიჭის კომუნიკაცია ადამიანებთან, ეს აუცილებელიც არის, რათა გამართულად იფუნქციონიროს საკრებულო. ეხლა რამდენიც არ უნდა გადავაადგილოთ თანამდებობები იქით თუ აქეთ, თუ ეს ერთობა და ასთა ერთიანობა არ იქნება და ინტერესი არ იქნება მოქალაქეობრივი, ჩვენი ქალაქის ინტერესი არ იქნება გათვალისწინებული. გაჭირდება რა. არავითარ შედეგს ვერ მივიღებ, შეიძლება უარესი მივიღოთ. მე ვფიქრობ, ყველა ამაზე უნდა დათანხმდეს და ყველა ამაზე უნდა წამოვიდეს. გასაგებია. ქალბატონო ნინო, თქვენს გარდა ყველა იმ პირმა დაიკავა ისევ თანამდებობა, რომლებსაც აქამდეც ეკავათ. როგორ მოხდა ეს? როგორ შეგიძლიათ ამაზე გვესაუბროთ? მეც დავიკავე თანამდებობა. ეს არის ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული თანამდებობა დავიკავე და სიმართლე რო გითხრათ, გაცილებით მირჩევნია ნებისმიერი კომისიის და შემეძლო რომ მეც რაღაცა მქონოდა სურვილი ნებისმიერი კომისიის ან ერთ-ერთი რომელიმე კომისიის მუშაობაში რაღაც ჩემი წვლილი შეტანის ან თავმჯდომარის პოზიციიდან, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ ფრაქციის თავმჯდომარეობა ერთ-ერთი ღირსეული თანამდებობაა, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეობა და ნამდვილად გეუბნებით გულწრფელად დიდი სიამაყით ვიკავებ ამ თანამდებობას. გასაგებია, გულწრფელ პასუხს ველოდები ასევე კიდევ ამ კითხვაზე. ასე ვთქვათ, ჭკუით ვერ გაჯობეს თქვენ ახლა ის რაც მოხდა, იმიტომ რომ ძალიან მინდა რაღაცა ჩარჩოებში ჩავჯდე, მაგრამ ანუ იმიტომ რომ ფაქტიურად უკვე იყო ამ საკრებულოს ბედი გადაწყვეტილი 5 თებერვლიდან ყველაფერი იცოდა, ვინ უნდა ყოფილიყო კომისიის თავმჯდომარე, ვინ უნდა ყოფილიყო მოადგილე, ვინ თავმჯდომარე და უცბად მოხდა ის, რასაც არავინ არ ელოდა, სრულიად სხვანაირად გადანაწილდა თანამდებობები. როგორ მოხდა, როგორ მოახერხა? აბსოლუტურად არავის ჩვენგანს, მე მაგალითად პირადად მოლაპარაკებები არავის ამაში მონაწილეობა არ მიუღე. მე მაგალითად პირადად აბსოლუტურად სიმართლე გითხრათ, ახლა მე აქ განაწყენებულის მით არ ყოფილი ვარ, უბრალოდ არანაირი კონტაქტი და ურთიერთობა არ ქონია, იმიტომ რომ არც საქმურად არ მომხდარა ჩვენი შეხვედრა, იმიტომ რომ საკრებულო ვერ შეიკრიბა. 15-ში ხა არ ვიცი ხა ვინ როგორ იტყვის, მე არ მივედი საკრებულოზე იმის გამო, რომ იქ უნდა გადაწყვეტილიყო არჩევნები, 8 კაცს უნდა მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და მე ჩავთვალე, რომ ჩემ იქ მისვლას აზრი არ ქონდა. აქედან გამომდინარე, მათთან კონტაქტი არ ყოფილა და ხა ჭკუით რანაირად ვაჯობეთ. იმათ ქონდათ ბურთიც, მოედანიც, ხო? სრულად შეეძლოთ თვითონ იქ რაღაცა დასვი შეკითხვა. ამისთვის იყო ბრძოლა თუ იმისთვის იყო ბრძოლა. როგორ წესით ბრძოლა თქვენ? დასკვნები, არა, ბრძოლა მოიგო, მე მინდა განვაცხადო, ბრძოლა მოიგო ქალაქმა. ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა თუ ვერ ვიაზროვნებდით ქალაქის მოქალაქეობრივად, შეიძლება ვიღაცა არ მოსწონებოდა და დღეს არ შემდგარიყო დღევანდელი დღე. კიდე ერთი თვე გადაიდებოდა და უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ქალაქის
ბიუჯეტის განკარგვა. აღმასრულებელი ხელისუფლება ფაქტიურად ბევრი რამე წაღანაც თქვი გაჩერებულია. გასაგებია. ქალბატონო ნინო, ძალიან ბოლო ერთ თვის განმავლობაში სულ ისმის, რომ გორში პოლიტიკური კრიზისია, მოეღო ამ კრიზისს ბოლო დღეს. დიახ, მე ვფიქრობ, რომ მოეღო და ზუსტად მაგას ვსაუბრობდით, ბოლო მოეღო მაგ კრიზისს და ეს იყო ერთ-ერთი მოსავალი და მე ვფიქრობ ოპტიმალური გამოსავალი ამ შექმნილი სიტუაციიდან. ზუსტად იმის გამო, რაც წევან გითხარით ბატონო გიორგი და რასაც ბატონი ზურაც ბრძანებს, რომ არ შეიძლება რაღაცა პირადი ამბიციების, ან სიმპათიების, ან ანტიპათიების გამო, ან რაღაცა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და მხოლოდ პოლიტიკური და პოპულისტური ქულების დაწერის მიზნით ჩიხში შეიყვანო პროცესები და აზარალო შენი მოქალაქეები, თანამოქალაქეები, რომელთა წინაშეც პირველ რიგში გაქვს ვალდებულება აღებული და შემდეგ უკვე შენი პოლიტიკური გუნდის წინაშე. მე მაგალითად მასე ვთვლი რა, იმიტომ რომ ნებისმიერი საკრებულოს ნებისმიერი დეპუტატი პირველ რიგში საკრებულოს წევრი უკაცრავად პირველ რიგში ანგარიშვალდებულია საკუთარი ამორჩევლის წინაშე და იმის კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მასეთი მიდგომების უგულებელყოფა, ანუ ისევ შენ პარტიას აზარალებს. ზუსტად ამიტომ მივიღეთ ჩვენ ესეთი მოცემულობა დღეს, რომ ყველანი ძალიან ბევრი წევრი საკრებულოსი ძალიან ღირსეულად მიუდგა ბევრ საკითხს, ან ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და ზოგადად იმის გამო, რომ ესეთი კრიზისული სიტუაცია არ შეიქმნას და არ გაჩერდეს ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვინდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ყველამ ძალიან ბევრმა გადადო უკან საკუთარი ამბიციები და მივიღეთ ასეთი მოცემულობა დღეს. მე ვფიქრობ, რომ საკრებულო ყოველ შემთხვევაში ყველა საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ საკრებულო და ვიმედოვნო, რომ საკრებულო ძალიან ქმედითად იმუშავებს. ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო, რაც მანამდე მოხდა, მე ვფიქრობ, რომ საკრებულო მაშინაც ბატონი ზურას დამეთანხმება ალბათ არანაკლები ძალისხმევით მუშაობდით და არაფერი სამაგისო არც ნიშანი მანამდე და არც მიზეზი არ არსებობდა იმისთვის, რომ ასეთი პროცესები განვითარებულიყო, მაგრამ რაც მოხდა ახლა იმას ვეღარ შევცვლით. საბოლოო ჯამში ჩვენ ყველანი მათ შორის ყველა მხარე დავდექით და უნდა დავდგეთ აუცილებლად პირად ამბიციებზე და პირად რაღაცა მოსაზრებებზე მაღლა და ამოვიდეთ ქალაქის კეთილდღეობის ინტერესებიდან. გასაგებია. ქართული ოცნება თურმე გორში ყოფილა ირაკლი ოქრუაშვილი, ეს სიტყვები ეკუთვნის თქვენს ყოფილ თანაგუნდელს იოსებ ფანელაშვილს, როგორ ახსნით ამას, რატომ ყოფილა ქართული ოცნება თურმე ირაკლი ოქრუაშვილი? ეს განცხადება, რომელსაც არ აქვს ახსნა. მე ცოტა რა შინაარსი იგულისხმა, ან რა დატვირთვა ჩადო მაგაში, ეხლა თუ აქ არის მინიშნება იმაზე, რომ რას ქალბატონმა თამარმა თქვა და ბატონმა იოსებმა უკვე საკუთარი ტექსტით გაახმოვანა იგივე მესიჯი, რომ მოხდა რაღაცა გარიგება, მსგავსი არაფერი არ ყოფილა, გეუბნებით, ეს იყო ჩვეულებრივი კონსულტაციები, ისეთივე როგორიც მათაც ჰქონდათ, მათ შორის ოქრუაშვილის პარტიის, ანუ ქართული პარტიის წარმომადგენლებთან, მათ შორის კოალიციის სხვადასხვა წევრებთან, ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი იყო, ანუ რაღაცა შეხვედრების და პირადი კონსულტაციების და საუბრების დონეზე და ამიტომ ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანამდე ეგ ალიანსი მოხდა თავისუფალ დემოკრატებს და ნაციონალურ მოძრაობას და ირაკლი ოქრუაშვილს შორის, ანუ ეხლა ეგ არ არის მაგ განცხადებას არ აქვს მაინც დიდი ახსნა და ღრმა ფესვები ჩემი აზრით. რა არის იცი გიორგი, მე აი ყველას მინდა ვთხოვო, მოდით რა პარტიებიდან ნუ გამოვართ რა. მე დღეს აღვნიშნე კიდეც და ვთქვი, რომ ეს არ იყო პარტიული გადაწყვეტილებები. დღეს ყველა მე ვთვლი, რომ პარტიული ინტერესებზე მაღლა დავაყენეთ ჩვენი ქალაქის ინტერესები და ვინვისთან გაერთიანდა, კი, გასაგებია, შეიძლება ბევრს ერთმანეთთან განსხვავებული პოლიტიკური კონფიგურაცია ქონდეს პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ ეს არ იყო პოლიტიკური ასპარეზი, ეს არის სუფთა სამეურნეო ასპარეზი და ამიტომ ჩვენ ნუ გავაიგივებთ რა, არ შეიძლება ხა ვის რა არ მოსწონს, ვის არ მოსწონს, არ შეიძლება ეს პარტიები ურთიერთობა დავაკავშიროთ რა. გეტყვით კიდევ ჩემ აზრს ბატონო გიორგი, გაცილებით უფრო უხერხულად მიმაჩნია გაერთიანება
კონკრეტულად რაღაცა სახელმწიფო გუნდის წინააღმდეგ და ასეთი ტოტალური იმპიჩმენტების მოწყობა და პროცესების ასეთ ჭიხში შეყვანა, გაცილებით ანუ მაგ მოტივის ირგვლივ გაერთიანება საერთო მტრის წინააღმდეგ გაცილებით უფრო არასწორად მიმაჩნია, ვიდრე შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში საუბარი ოპონენტებთან. ვისაც ამ საუბრის სურვილი აქვს, ვისაც ამ საუბრის შესაძლებლობა აქვს და ვინც თანახმარო კონსტრუქციულ რეჟიმში იმუშაოს, მათ შორის ყველასთან იგივე მესიჯები წამოვიდა დღეს ბატონ ილიასგანაც, იგივე მესიჯები წამოვიდა ქართული პარტიის, ასევე ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლისგანაც, ჩვენგანაც, რომ შეიძლება პოლიტიკური მათ შორის რაღაცა ქულების დაწერის დრო ეხლა არ არის, ეხლა ყველამ უნდა გადავდოთ ყველაფერი გვერდით და გვერდზე და მივხედოთ ქალაქს, რომ ის პროცესები, რაც ჩერდებოდა ის პროექტები უნდა დაიძრას და ჩვენმა მოსახლეობამ შედეგით უნდა იგრძნოს, რომ საკრებულო ყავს და არა იმით, რომ ვეთანხმები ბატონ ზურას მოქალაქისათვის არაფერი დიდი მნიშვნელობა არ აქვს გადამწყვეტი იმას, ვინ იქნება საკრებულოს ვის ერქმევა რომელიმე კომისიის თავმჯდომარე, ვინ იქნება ფრაქციის თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. საბოლოო ჯამში საკრებულოს მუშაობა და მუნიციპალიტეტის მუშაობა მოქალაქემ უნდა იგრძნოს შედეგით. და ამ შედეგის დადგომაში ყველას შეუძლია შეიტანოს საკუთარი წვლილი, ნებისმიერ ოპონენტ პოლიტიკურ ძალასაც ანუ თავისთავად ცხადია, მათ შორის ქართულ პარტიასაც, გაერთიანებულ დემოკრატებსაც, ქართულ ოცნებასაც და რესპუბლიკელებსაც და ასე შემდეგ. ყველას, ვისაც ამისი სურვილი გვაქვს, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გაცილებით უფრო უხერხულად მიმაჩნია გაერთიანება აი ამ ჩიხის და აი ამ კრიზისის მოწყობის თვალსაზრისით, ვიდრე აი ამ კრიზისიდან გამოსავლის ძიების ირგვლივ გაერთიანება. გასაგებია. მე მინდა ბოლო კითხვა დაგისვათ ბატონმა ილია მეტრეველმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას ყოველდღიურად და დღეში რამდენიმეჯერ აქვს მის ლიდერთან საუბარი ბატონ ირაკლი ოქრუაშვილთან. მე მაინტერესებს გარკვეულ უხერხულობებს რა შეგიქმნით მეთაური, რომელიც გარე ძალიდან არის ასე მართული, რომელიც საკრებულოსთან არანაირ კავშირში არ არის თავად. აი მაგალითად თქვენ მისი მოადგილეებთან ახართ დღეიდან ბატონო ზურაბ, რაიმე ის არ გექნებათ უხერხულობის შეგრძნება? ცოტა ისეთი თემა, მე არანაირი შეგრძნება არ მექნება, ვინ ვის ურეკავს, ვის საიდან კონსულტაციებს იღებს, მე მთავარია საკრებულო ფუნქციონიროს თავის ჩარჩოს პარგლებში და ახლა ვინ საიდან მიიღებს დავალებას თუ რას ჩვენ გადავწყვიტავთ საკრებულოში ჩვენ საკითხებს. აქედან გამომდინარე თუ იქნება ზემოდან ზეწოლა და სხვა ფორმით საკრებულოზე გავლენა, მე უკვე ცოტა გართულდება ურთიერთობა, იმიტომ რომ ძალიან ეს ისეთი თემებია, რომელიც ადგილზე შეგვიძლია ჩვენ მარტივად გადავწყვეტოთ. კი ბატონო, თქვენ ელოდეთ მეც კი პასუხობთ ბატონო გიორგი. ჯერ ერთი მინდა უბრალოდ ცოტა ისეთი ნათელი რო გახდეს მოქალაქეებისთვის, ჩვენი მაყურებლებისთვის, რაღაც დეტალზე შევაჩერო ყურადღება. აი მანამდე ჯერ წინა პერიოდი რო გავიხსენოთ, თუ იყო საუბრები, რომ იქ ვიღაცების ეწოლა, რომ იქ ქალბატონმა თამარმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში თქვა, რომ თურმე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ეწოლის ქვეშ ყავდა საკრებულოს თავმჯდომარე და იქ რაღაცა საკრებულოს ყველა წევრს აქვს თანაბარი ხმის უფლება. საკრებულოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის დავალებებს, ანუ პირიქით არის და არა ისე როგორც ქალბატონი თამარი ამბობდა და გარდა მაგისა საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია პროცედურულ ნაწილში დაიცვას, ანუ საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება ძალიან იმ საკითხებზე, რაც ეხება ქალაქს, აქ არ არის დაუშვათ რაღაც საკადრო საკითხებზე საუბარი. ქალაქისთვის და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს ზუსტად იგივე წონადობის ხმა, რაც მე, რაც ბატონ ზურას, რაც ქალბატონ თამარს და ასე შემდეგ. ანუ იმაზე საუბარი, რომ ვიღაცა ფაქტიურად შეუძლებელია ამ ზეწოლის განხორციელება. ეხლა თუ დაუშვათ ერთი პოლიტიკური გუნდის ირგვლივ არსებობს, ან გუნდის შიგნით არსებობს ერთი პოლიტიკური აზრი და ის ცხადდება იმ ფრაქციის სახელით საკრებულოში, ისევე როგორც მეც მაქვს ალბათ კონსულტაცია, ალბათ კი არა, მეც მაქვს კონსულტაცია ჩემს პოლიტიკურ გუნდთან და შემდეგ ვაჟღერებთ რაღაც გადაწყვეტილებას ჩვენ პოზიციას და მე ვთანხმდებით ამაზე და ხმების უმრავლესობით ხდება საბოლოო ჯამში, მე არ ამგონია ეხლა ეს ძალიან
სიმართლე რომ გითხრათ ეს საერთოდ ზოგადად ხელოვნურად შექმნილი რაღაცა თემა არის ახლა, იმიტომ რომ ვის რამდენჯერ აქვს კონსულტაცია და კომუნიკაცია, ჯერ ახლა ამაზე ჯერ ვერც ვისაუბრებთ ჩვენ, ყველაფერს გამოაჩენს შედეგები. მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რაც წინა კითხვის დროსაც გითხარით, ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო და ვიტოვებ ამ იმედს ჯერჯერობით არაფერი საპირისპიროს არ გვეუბნება, რომ საკრებულო იქნება კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმში. ახლა იქ ვერავინ ვერავის და არც ყოფილა მასე ვერაფერს ვერ უკარნახებს და ვერ დააძალებს. ყველა ფრაქცია, ყველა კომისიის წევრი და საკრებულოს ნებისმიერი წევრი დააფიქსირებს საკუთარ აზრს და გადაწყდება ხმების უმრავლესობით საკითხები, ასე რომ რაღაცა განსაკუთრებულ გავლენებს და ჩარევებს ზოგადად ეს არის სიმართლე რო გითხრათ მითი. ფაქტიურად, ვინც იცნობს საკრებულოს მუშაობას, შეუძლებელია იქ რაიმე გავლენის მოხდენა ნებისმიერი პოზიციიდან. თუ ფრაქციას აქვს თავის ლიდერთან შეთანხმებული პოზიცია, ეს პოზიცია მანამდეც მასეთი ჰქონდათ, სანამ აქამდე, ანუ დღევანდელ დღემდე და დარწმუნებული ვარ ამის მერეც მსგავსი ექნებათ. ისევე როგორც ყველა პარტია, ყველა წევრი თავის პარტიასთან გადის კონსულტაციას, ასე რომ ეგ ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი თემა ჩემის აზრით, ეს არის ჩემი კერძო მოსაზრება. კი ბატონო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. გსურდათ რამის დაკეთება ბატონო ზურაბ. მადლობა რომ მობრძანეთ გადაცემაში და მიიღეთ მონაწილეობა. მე წარმატებებს გისურვებ და ვიმედოვნებ რომ სიმშვიდე შენარჩუნდება გორის საკრებულოში. არ გადართოთ რეკლამის შემდეგ მინდია გოდერძიშვილის შემოგვიერთება დროებით.